მოგესალმებით. დღეს ბევრ საინტერესო სიახლეზე ვისაუბრებთ. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ დაალაიკეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 თვალიქზე. მადლობა. 2025 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლა სულ უფრო საინტერესო ხდება. აღსანიშნავია, რომ ბუკმეიკერების პროგნოზებით მთავარი ფავორიტები უკვე გამოიკვეთა. მათი ვარაუდის მიხედვით რეიტინგს აბსოლუტური უპირატესობით უდგას უსმან დემბელე, რომლის გამარჯვების შანსი 80%-ად არის შეფასებული. მეექვსე ადგილზე კი ხვიჩა კვარაცხელია. საგულისხმოა, რომ ქართველი ფეხბურთელის სიაში საგრძნობლად დაწინაურდა და საუკეთესოებს შორის მოხვდა. ცნობისთვის ოქროს ბურთის დაჯილდოება 2025 წლის 22 სექტემბერსაა ჩანიშნული. ჟორჟ მიკაუტაძის ლიონს პრობლემები აქვს. ლიონთან დაახლოებული გამოცემის ინფორმაციით არის შანსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწიოს. ლიონი მიკაუტაძის გაყიდვასაც განიხილავს. ლიონი ოფიციალური წინადადებების მოლოდინშია. მიკაუტაძეს მსურვილები არ აკლია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ქართველი ფეხბურთელის გაფორმება რენმა და პარიზმა სცადეს, თუმცა გიორგი მათუარი შეუთვალა. თუ საფრანგეთში დარჩენაზე მიდგა საქმე, 24 წლის თავდამსხმელს ურჩევნია ლიონში გააგრძელოს ასპარეზობა. ასევე კლუბი, რომელსაც კონკრეტული ინტერესი აქვს, აინტრახტია. შეგახსენებთ, რომ მიკაუტაძეს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველი ფეხბურთელი ტრანსფერმარკეტზე 22 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ერთ-ერთმა ესპანურმა გამოცემამ გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. მამარდაშვილის დიდი პრობლემა. ამ სათაურით ქვეყნდება სტატია და მისი ავტორი ლივერპულში გადასული მამარდას სათამაშო დროის ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას. გიორგი მამარდაშვილისთვის მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც თავად სურდა. ქართველი გოლკიპერი ლივერპულში ამზაფხულს გადავიდა და იყო ვარაუდი, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვდებოდა. თუმცა არნე სლოტის გუნდის კარი ალისონ ბეკერმა დაისაკუთრა. ბრაზილიერი ლივერპულის ნომერ პირველი მეკარეა და კომუნიტი შილდზე და პრემიერ ლიგის შეხვედრებში სწორედ მან იასპარეზა. ამით ბედნიერი ნამდვილად ვერ იქნება და ყველა მატჩს თადარიგოთა სკამიდან ადევნებს თვალს. სლოტმა მას წინა სასეზონო შეხვედრებში თავის გამოჩენის შანსი მისცა და მილანთან ნაჩვენებმა არც თუ ისე დამაჯერებელმა თამაშმა ალბათ ლივერპულის თავკაცის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია. ენფილდზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა ეკითხოს, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება. მას ევროპული კლუბები ეპატიჟებოდნენ, მაგრამ წითელში გადასვლა არჩია. აშკარა რომ საკუთარ თავს თუ ძანაფ მას ყოველდღე უნდა ეკითხოს, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება. მას ევროპული კლუბები ეპატიჟებოდნენ, მაგრამ წითელში გადასვლა არჩია. აშკარა რომ ყველაფრის შეცვლის უნარი აქვს, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ სლოტმა არჩევანი ალისონზე შეაჩერა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და დაბალი ალბათობა მანამდე გუნდი დატოვოს, წრევს ესპანური გამოცემა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირაა დარჩენილი. ქართველი გულშემატკივარი ყველაზე მეტად ზურიკო გავითაშვილის ახალ გუნდში გადასვლას ელოდის. დავითაშვილმა გასულ სეზონში სენტ-ეტიენის მაისურით ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა, გუნდი სულიდეროდა. თუმცა სენტ-ეტიენი ლიგა 1-თან გავარდა. ქართულმა ფეხბურთელმა წლევანდელი სეზონი ლიგა 2-ში დაიწყო და საწყის 2 ტურში 2 გოლიც გაიტანა, მაგრამ ქართველი გულშემატკივრებთან ერთად თავად ფეხბურთელის ტრანსფერის მოლოდინშია. ფაქტია, დავითაშვილმა სენტ-ეტიენში თავისი თავი ამოწურა, ლიგა 2-ში თამაში კი მისთვის უბრალოდ სეზონის დაკარგვაა. ყველაზე რეალური მსურველი ბეშიქტაშია, მაგრამ ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და სხვა ვარიანტების მოლოდინშია, თუნდაც საფრანგეთის ლიგა 1-ის კარდი კლუბისგან. თავის მხრივ ზურიკო სანაცელო სენტ-ეტიენი ისეთ თამხას ითხოვს, რომ კლუბების უმრავლესობას ეს ტრანსფერი ამ ფასად არ უღირს. ბეშიქტას კი გეგმა B აქვს მუშემუშავებული. თუ უახლოეს ერთ კვირაში დავითაშვილი ვერც ერთ კლუბს ვერ შეუთანხმდება და სენტ-ეტიენში დარჩება, ბოლო გადამწყვეტი შეთავაზება თურქული კლუბი ტრანსფერის ფანჯრის დახურვის შემდეგ გააკეთებს. ევროპულ ქვეყნებში ტრანსფერი ფანჯარა 1 სექტემბერს უხდის და თურქეთში 12 სექტემბერს ბეშიქტაში სწორედ ამ პრიორიტეტით ისარგებლებს და ასე შეეცდება ზურიკოს წაყვანა. როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ქოჩორაშვილმა კარიერა ლისაბონის სპორტინგში გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტში საინტერესო პუნქტია მითითებული. კერძოდ გიორგი ქოჩორაშვილის გამოსყიდვის თანხა 80 მილიონი ევრო იქნება, რაც ნიშნავს, რომ სურვილი კლუბების მისი შეძენა სწორედ ამ ფასად შეეძლებათ. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სპორტინგმა გიორგი ლევანტედან 5.5 მილიონი ევრო სანაცელოდ შეიძინა. მიმდინარე ზაფხულში გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტე დატოვა და ლისაბონის სპორტინგის რიგებს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ესპანური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ის სათანადოდ ვერ დააფასეს. კერძოდ მედიაში არსებული ინფორმაციით, გიორგი ლევანტეში წლეურად 238.000 ევროს გამოიმუშავებდა, რაც მისი დონის ფეხბურთელისთვის ნამდვილად ცოტაა. სპორტინგის ახალწელმა გიორგი ქოჩორაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატის ახალ სეზონში 3-ვე მატჩი მიიღო მონაწილეობა, თუმცა 3-ჯერმე შეცვლაზე შევიდა. მომდევნო ტურში ქოჩორას იდეალური შანსი აქვს, რომ თავისი შესაძლებლობები დაამატკიცოს და უშუალოდ კონკურენტის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატაროს.
საქმე იმაშია, რომ ნაციონალთან მატჩი სპორტინგის ნახევარმცველმა ჰიდემასა მორიკამ ტრავმა მიიღო და 32 წუთზე დატოვა მოედონი. მის ნაცვლად სწორედ ქოჩორაშვილი შემოვიდა. მორითას გუნდთან ერთად ვარჯიში ჯერაც არ განაუახლის და დიდი ალბათობით შემდეგ თამაშს გამოტოვებს. ამ შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში ადგილს ქართველი ნახევარმცველი დაიკავებს. ეს ყველაფერი ორმაგად იმიტომ არის საინტერესო, რომ მომდევნო ტურის მატჩი სპორტინგი უშუალოდ კონკურენტი სპორტუს წინააღმდეგ ჩაატარებ. მასში 33 აგვისტოსა ჩანიშნული 3 ტურის შემდეგ სპორტინგს 3-ვე მოგება აქვს და 9 ქულით სატურნირო ცხლის ლიდერია. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეცონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში, ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.